მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში ადგილობრივები შიდა საუბნო გზის კერძოდ სასაფლაომდე მისასვლელი გზის და ბუნებრივი აირის გაყვანას ითხოვენ. ამის შესახებ ადგილობრივები ჩვენს რედაქციასთან საუბრობენ. მოსახლეობა სოფელში არსებული მცირე მდინარეზე მილხიდის მოწესრიგებასაც ითხოვდნენ, რადგან მილში წყალი არ ეტეოდა და ტერიტორიას ტბორავდა. ვითარების სამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. დღეს ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და როგორც კადრებში ხედავთ, მილხიდის მოწესრიგება მიმდინარეობს. როგორც სოფელში მერის რწმუნებულის ასისტენტი გვეუბნება, ძველი მილი უფრო დიდით შეცვალეს და სამუშაოები სავარაუდოდ დღეს დასრულდება. თემაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მანამდე კი ვნახოთ ადგილობრივების კომენტარები. აი თუ კი შეგვირემონტებენ ეს ასფალტირებული გზები. თავისუფლად მივიდეს მოდის ავტობუსი, შეიძლება ავტობუსიც მოიყვანო მერე. ეხლა ცუდი გზები როა, ვერ მოვხარ. ყოველთვის წვიმის დროს გადმოდის ხოლმე ზოგჯერ ახლა კანალიც კი არის ბეტონზე გაკეთებული. შეიძლება არა ჩავიდეს ხოლმე ზოგჯერ გზაზე წამოვიდეს წაშალოს გზები. რაც უკეთესი იქნება, უფრო მეტი ახალი იქნება. ისმეს გააჩერებს. ორი თუ სამი წლის უკან გარემოდეს სოფლის გზა, ცენტრალური გზა. მაშინ კაი სახელები ხოდა მე უკვე თავიზე კაისაც გავაკეთე არ აკეთებ დღესაც ორი წელიწადია აკეთებ კიდე მაგრამ ისე ხაშენები საჭიროება არის პირველ очередში გაზი არა გვაქვს მაღალმთიანი რაიონია და ითვლება იმათ რა ქვია მაღალმთიანი იმათ ხო და რო შევინარჩუნოთ ეს ტყე და ეს ყველაფერი ბუნება მინდა პირველ очередში გაზი რო გამოგვიყვანონ. გავზარდეთ მილების ზომაში, იმიტომ რომ ეს მდინარე იმდენად ჩქარია და იმდენად ის არის რომ ქვები მოაქვს ძალიან დიდი და ის მილები იყო ცოტა პატარა ზომაში. ამიტომ ეხლა გავაკეთეთ ესე რომ გავზარდეთ მილების ზომაში და ამან უკვე მოგცა ის შედეგი რომ ეს ქვების დალექვა და ის უკვე აღარ იქნება და ხელს აღარ შეუშლის მოდინებას. სამცხე-ჯავახეთში მაისის თვეში უკანონო ტყით სარგებლობის 9 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით მაისში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყით სარგებლობის 163 შემთხვევა გამოავლინეს. ამავე წყაროს ცნობით გამოვლენილი სამართალდარღვევების ნაწილი ხეთ-ტყის უკანონო მოპოვება, ტრანსპორტირებას, ნაწილი კი სახერხის საამქროს მიერ რეგლამენტის დარღვევას უკავშირდება. ამავე წყაროს ცნობით 2026 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში უკანონო ტყით სარგებლობის 823 ფაქტი გამოვლინდა. საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ 2 თანამედროვე მედიკამენტის შემოტანისა და სახელმწიფო დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ დაავადების მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების ერთ თვეზე მეთხნიანი უწყვეტი პროტესტი. მათი ინფორმაციით ერთ-ერთი პრეპარატი დიუშენის დაავადებული ყველა პაციენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო სხვა მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მუშაობა გაგრძელდება. მშობლების შეფასებით გადაწყვეტილება მრავალდღიანი კამპანიისა და საზოგადოების მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი. მათი თქმით, პარალელურად სახელმწიფო დააფინანსებს პაციენტების პერიოდულ გამოკვლევებს, ხოლო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მხარდასაჭერი ორგანიზაცია დაავადების მქონე პრეპარატების ერთჯერადად ფინანსურ დახმარებასაც გასცემს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გიყურებთ. ორ შაბათამდე.